მოგესალმებით. სურს საზოგადოებას გავაცნო რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად არის შემუშავებული და პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ინიცირდება. ცვლილების მიღება საქართველოს პარლამენტი წლის ბოლომდე გეგმავს. აღნიშნული ინიციატივები მოიცავს 3 თემატურ ბლოკს, რომლებიც მიმართულია მმართველობის სისტემის გამყარების, კონსტიტუციურ ჩარჩოსთან შესაბამისობაში მოყვანისა და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერებისკენ. პირველი ბლოკი ეხება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას. საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2006 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა არაკონსტიტუციური არჩევნები, რომლის შედეგადაც გამოცხადდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი და ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა. ამ ნაბიჯით იმჟამებელმა ხელისუფლებამ სეპარატისტულ პროცესებს ირიბი ლეგიტიმაცია მიანიჭა, რაც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების აშკარა და მძიმე ღალატი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ 2007 წლის ივნისში კვლავ კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, რომელიც დაფუძნდა იმავე არაკონსტიტუციური ალტერნატიული მთავრობის ბაზაზე. ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ისტორიული რეგიონის სამაჩაბლოს ოკუპაციისთვის. დღევანდელი გადასახედია ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს შესაწირი პაიკის როლი დაიკისა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა. ამ ფონზე საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც აისახა კონსტიტუციურ სარჩელშიც, რომლითაც მოთხოვნილია ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა საქართველოს წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ სამხრეთ ოსეთის ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი. არავითარი სამხრეთ ოსეთი ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს. შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ. აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს და დღეს დევნილობაში არიან. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება. მეორე ბლოკი ეხება იმ ინსტიტუციური მოდელების გადახედვასა და კონსოლიდაციას, რომლებიც წლების განმავლობაში არსებობდა ფრაგმენტულად ან გარედან თავსმოხვეული მოდელების სახით. ჩვენი მიზანია მმართველობის სისტემის კონსტიტუციურ ჩარჩოში გამყარება და სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია. კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა. ამ მხრივ ანტიკორუფციული ბიუროს დღეს არსებითად დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. ინიციატივის შესაბამისად 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუმკვდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. შემდეგი საკითხი იგივე მოდელით ეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომელიც 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება. მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს,
როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნეს ომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში 2026 წლის 1 იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს. საერთო ჯამში აღნიშნული ცვლილებები უზრუნველყოფს მმართველობის სისტემის შესაბამისობაში მოყვანას კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ჩარჩოსთან, სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაციას წრულად დაახლოებით 20 მილიონი ლარით, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივებას, უფრო მკაფიო პასუხისმგებლობებს და ეფექტიან მართვას. რაც შეეხება მესამე ბლოკს. მესამე ბლოკი ეხება დემოკრატიული პროცესების გაუმჯობესებასა და საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლებას. მოქმედი საარჩევნო კოდექსი 2011 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ 100-ზე მეტი ცვლილება განიცადა. შედეგად ტექსტი გახდა რთულად აღსაქმელი, ბევრი ნორმა გაორმაგებულია, კოდექსის დიდი ნაწილი მოქცეულია გარდამავალ დებულებებში, რომლებიც შინაარსობრივად ძალადაკარგულია სტრუქტურა კი საჭიროებს მოწესრიგებას. ამ მიზეზით უკვე რამდენიმე წელია დღის წესრიგში დგას კოდექსის სრული გადამუშავება, ინიციირებული ახალი რედაქცია სწორედ ამ პრობლემებს პასუხობს. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში დღეს დაინიცირდება ახალი საარჩევნო კოდექსი. ამ ახალი საარჩევნო კოდექსით მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, პროცედურების დაზუსტება, ნორმების დუბლირების აღმოფხვრა, კოდექსი გახდება ერთიანი, მარტივად გასაგები და ფუნქციურად გამართული ტექსტი. ეს ცვლილებები არსებითად ტექნიკური ხასიათისაა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელზეც მინდა ინფორმაცია მივაწოდოს საზოგადოებას, ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს. უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას, რომ არაფერი იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში. როგორც აქამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად იმისა, სად იმყოფება და სად ცხოვრობს, აქვს სრული პასიური თუ აქტიური საარჩევნო უფლება. ამავე დროს ცვლილება ეხება ხმის მიცემის პროცედურას და გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში. ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს. არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამორჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები, ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას. ერთი, ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას უფრო გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს და არის ეგრეთ წოდებული გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო იყოს. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას,
ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ ინფორმირებულ არჩევანს. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი. კიდევ ერთხელ ხაზი რომ გავუსვათ, არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში, როგორც აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში. მადლობა. დიახ. ჩვენ ანუ ეს საერთოდ არ ეხება ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის საკითხს, აქ სუბიექტები არიან საქართველო და რუსეთი, ჩვენ აქ სალაპარაკო გვაქვს რუსეთთან, რომელსაც აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები, რაც შეეხება ადმინისტრაციებს, ეგრეთ წოდებულს, ამ შემთხვევაში ამას არანაირი გავლენა, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე არ აქვს. თავარი არის შემდეგი რამ, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი, როდესაც 2006 წელს მათი ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები და ამაში მონაწილეობდა ნაციონალური მოძრაობა და მათ შექმნეს ამის საფუძველზე და შემოაბრუნეს ტერმინი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია თუ ნახავთ მათ შორის სხვადასხვა დოკუმენტაციაში ნახავთ ამ ტერმინსაც. ეს მაშინ, როდესაც ჩვენი არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებსაც ვწინოთ, რომ იყოს ტერმინად გამოყენებული ცხინვალის რეგიონი და ამ დროს ეს სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში ასე ირიბად შემოიტანა ნაციონალურ მოძრაობამ 2006 წელს, 2007-ში კი აი ამ ეგრეთ წოდებული სეპარატისტული არჩევნებით, რომელიც სინამდვილეში იყო ნაციონალურ მოძრაობისგან წახალიზებული და ორგანიზებული, ამას დააფუძნა უკვე ამ ადმინისტრაციის შექმნა. რა მოიტანა ამ ყველაფერმა, ეს იყო რა თქმა უნდა ესკალაციის გზა, რომელმაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ომამდე და მიგვიყვანა ცხინვალის რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციამდე. ასე რომ ეს და მათ შორის ეს საკითხიც ასახული არის კონსტიტუციურ საარჩევნოში, რომელიცაც ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალურ მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით და არის მოტანილი როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული. უყურეთ როგორც კიდევ ერთხელ დღეს 2007 წელს მიღებული კანონმდებლობით, რომელიც ნაციონალურ მოძრაობის დროს იქნა მიღებული, დღეს საქართველოში არსებობს ასეთი წარმონაქმნი, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელსაც ქვია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. რაც თავის მხრივ არის ერთის მხრივ კონსტიტუციასთან ანტიკონსტიტუციური, ვინაიდან შეუძლებელი არის რომ ასეთი ორგანოები შეიქმნას, ამავე დროს კიდევ ერთხელ არის სამხრეთ ოსეთის როგორც ტერმინის შემოbrunების მცდელობა და ამის აღმოფხვრას ემსახურება სწორედ ჩვენს მიერ ამ შესაბამისი კანონის და ადმინისტრაციის გაუქმება. აქვე კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, რომ რაც შეეხება ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურ ხელისუფლებას, ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება, არჩეული ხელისუფლება არიან ის მუნიციპალიტეტები, რომელიც 2006 წელს იქნა არჩეული და ისინი რა თქმა უნდა სრულად აგრძელებენ მუშაობას ცხინვალის რეგიონში და ისინი არიან ერთადერთი გამგზელებელი, ასე ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებისა. კერძოდ ეს არის ახალგორის, ქურთის, თიღვის და ერედვის მუნიციპალიტეტები. შესაბამისად, არანაირი სამხრეთ ოსეთი, როგორც ტერმინი, საქართველოს არც ირიბად, არც პირდაპირ, არც რაიმე პოლიტიკურ თუ სამართლებრივ დოკუმენტში
არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან ეს სრულად ეწინააღმდება საქართველოს კონსტიტუციას და ზუსტად ეს იყო 2006-7 წლებში ნაციონალური მოძრაობის ღალატი, როდესაც მათ აღადგინეს 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები და ამით შექმნეს მათ შორის წინაპირობები ოკუპაციისთვის. რა უნდა უპასუხოთ ახლა საერთო ჯამში ჩვენ ხედავთ იმ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ქართული ხალხის მიმართ გააჩნია და უპირველეს ყოვლისა ეს არის დიდი უმადურობა, რასაც ჩვენ ხედავთ უკრაინის ხელისუფლებისგან. უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის კაბინეტში ერთხელ უკვე მიიღო შენიშვნა მადლიერებასთან დაკავშირებით, რომ როდესაც მათ გვერდში უდგანან, უპირველეს ყოვლისა მადლიერება უნდა გამოხატონ იმ ხელისუფლებების მიმართ და არ უნდა გამოიჩინონ უმადურობა. სამწუხაროდ ზელენსკის ხელისუფლება გამოირჩევა ქართველი ხალხის მიმართ უმადურობით, ის მხარდაჭერა, რომელიც ქართველი ხალხისგან არსებობს უკრაინის მიმართ, ამ მხარდაჭერის ასეთი პასუხი, რომ გვიგზავნიან აქ შემოგვიპარეს ჯერ სააკაშვილი, შემდეგ მათ შორის პოდოლიაკის განცხადებებითაც ცდილობდნენ, რომ შევეყვანეთ ესკალაციაში რუსეთთან, გვითვლიდნენ უკრაინიდან, რომ იქნებ ჩვენს გაგვესეირნა სხვადასხვა ოკუპირებულ რეგიონებში და ასე შემდეგ. ესე ეპყრობიან ქართულ ხალხს. აქ პრობლემა არ არის ამ კონკრეტულად ამ ადამიანში. აქ პრობლემა არის იმ მეხუთე კოლონაში, რომელიც საქართველოში უცხო ქვეყნების დროშების ფრიალით არის დაკავებული და გახსოვთ თქვენ, რომ მათთვის ალბათ დღემდე სანუკვარ ხელმძღვანელობაც სწორედ ეს ადამიანები ხდებიან მათ შორის საქართველოში. ასე რომ არაფერი სათქმელი არ მაქვს გარდა იმისა, რომ მე უკრაინას მშვიდობას უსურვებ და უკრაინელ ხალხს უსურვებ ღირო მას ღირსეული ხელისუფლება წარმოადგენს. გავუგზავნეთ ეს. ოდოლიაკზე თუ მეკითხა. ოდოლიაკი გამოხმაურა უშუალოდ თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას. მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანისთან დაკავშირებით თქვენ წინა კვირას განაცხადეთ, რომ სააკაშვილი საქართველოში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოიყვანა მარეულობის მოსაწყობად. ოდოლიაკმა თქვა, რომ თქვენს მიერ გაკეთებული ეს განცხადება არის უხამსი, მდაბიო და პროვოკაციული. რას უპასუხებთ ზელენსკის რჩევებს? ფაქტები თვითონ ღაღადებენ სიმართლეს, ხომ? აბა ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი? ვიცით, მათ შორის ჩვენებიდან, ვიცით, ამხილებული არის იმ ადამიანის მხრიდან, ვინც უშუალოდ მის ტრანსპორტირებას ახდენდა, რომ ის ორგანიზებული მისი შემოპარება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეებში ორგანიზებული იყო უკრაინის სამხედრო თუ კონდაზვერვის სამსახურის მიერ, კერძოდ მისი ხელმძღვანელის მოადგილის გია ლორთქიფანიძის მიერ. სად არის დღეს გია ლორთქიფანიძე? ისევ იქ არის, სადაც ის არის. შესაბამისად, ვინც ხელს აფარებს სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარების ორგანიზატორებს, შესაბამისად, ამ ხელს საკუთარ თავს ამ საქმეში. და ის რომ ამაზე ეს ხა მისი სტილის პრობლემა არის, მაგრამ აქ მთავარი ფაქტებია. არჩევნების წინ უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით შემოაპარეს სააკაშვილი იმისთვის, რომ აერიათ ქვეყანა და იმისთვის, რომ ჩაეგდოთ ქვეყანა ქაოსში და რაც ამ არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა და რაც ჩანდა უკვე იმთავითვე, რომ საქმე მათ შორის უკრაინაში მიდიოდა ომისკენ, ეს კიდე რა თქმა უნდა გვაფიქრებინებს თუ რა იყო მეორე ეტაპი ამ ქაოსის მოწყობისა, როდესაც თუ კი შეძლებდნენ სააკაშვილს ჩააგდებინებდნენ ხელში ხელისუფლებას, მერე ხო არავის ეჭვი არ გეპარება და იქიდან რომ ზარი გაისმევოდა უკრაინიდან რომ მიდით საქართველოს და შევარდით ახლა ერთთან მეორე რეგიონში, ხო არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ზუსტად ამას გააკეთებდნენ. თავად ეს ნაციონალური მოძრაობები და მისი პარტიები არ ამბობდნენ, რომ უნდა დაუწესებდნენ სანქციებს, ჩაკეტავდნენ ცალს, საზღვრებს, წავიდოდნენ ესკალაციას და ბოლო-ბოლო გახსოვთ თქვენ ზურაბ გირჩის განცხადება, რომ ერთი 10,000 რუსეთ ჯარისკაცს აქ დავაკავებდითო, აქ რომ ომი დაგვეწყო. ეს უნდათ მათ. ეს უნდათ რასაც ეკა გიგაური ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დაქირავებული NGO-ს წარმომადგენელი ამბობდა, რომ
შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ ეხლა რუსეთის სუსტი არისო. ეს არის რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნინო ლომჯარი ამბობდა რომ ასეთ ყოფას ჯობია რომ ბომბები გვესმოდესო და ჩვენი ბავშვები და ქალები იღუპებოდნენ ეს ერჩივნა მას. აი ეს არის. ეს უნდათ მოეწყოთ და ქართულმა ხალხმა კიდევ ერთხელ და მათ ჩვენ მოუსაფრთხოების სამსახურებმა ამის საშუალება არ აქვს. ერთი და გამო. ცნობილი გახდა ის გერმანიაში გადადის საცხოვრებლად. მე მაინტერესებს თქვენი აზრით და რა ინფორმაცია გაქვთ რატომ აირჩია გერმანია თორნიკე-ნიშვაძემ განმოიცხობს თუ არა რომ მან თავშესაფარი მოითხოვოს და თავშესაფარი რომ მოითხოვოს შესაძლებელია ეს ჩნდება იქიდან გამომდინარე რომ ის სიგეთთან მშობლებთან კარგით გავიგიკითხა არა გერმანიაში და ამიტომ ჩნდება გონივრული ეჭვი რომ შეიძლება თავშესაფარი მოითხოვოს და ოცნების წევრებიდან ვინმეს თუ ქონდა მასთან კომუნიკაცია არანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს ამიტომ რაიმენაირ კომენტარს ამ საკითხზე ვერ მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ინფორმაცია გულით და ავტოსაგზაო შემოსევების პრევენციისთვის იზრდება ჯარიმები, შესაბამის სანქციების გაზრდას უწყება ამბობს, რომ პრევენციის მათ შორის პრევენციის ხასიათი ექნება და ის ლეტალური შედეგები, რომლებიც არის ამით თქვა მოხდება შემცირება. თქვენ როგორც ვიხსენებთ, რამდენად არის ეს პრობლემა მართლაც აქტუალური და რადგან ჯარდა დისკუსიაში და ამავე თემაზე შემდეგ თავისთავად საქართველოს მოგიბრუნდეთ. თავისთავად საქართველოს პარლამენტის ამოცანაა მათ შორის რომ დააკვირდეს იმას თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის კანონი, როგორ მოქმედებს კანონი და შესაბამისად მოარგოს იმ გამოწვევებს, რომელიც ჩნდება ხოლმე კანონის იმპლემენტაციის დროს. ამ მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდაღობათა კოდექსი საგზაო მოძრაობის ნაწილსაც შეეხება. მნიშვნელოვანი არის ჩვენი მოსახლეობის, საგზაო მოძრაობის მონაწილეების, მათ შორის უსაფრთხოებისთვის და როდესაც ნორმები ვერ ახდენენ პრევენციას დარღვევებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ რომ შესაბამისი ანალიზის საფუძველზე ისე მოვარგოთ ნორმა არსებულ გამოწვევებს, რომ შეასრულოს პრევენციული როლი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის ასეთი მუშა პროცესი არის, რაც ეხება ადმინისტრაციულ სამართალდაღობათა კოდექსს, არა მხოლოდ ამ მიმართულებით, ნებისმიერ მიმართულების. სამართალდაღობება იმიტომაც ქვია სამართალდაღობება, რომ ის არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა და იმისთვის რომ არ ჩაიდინოს, მნიშვნელოვანი არის რომ პრევენცია, ანუ სანქცია სამართალდაღობაზე იყოს იმდენად ადეკვატური, რომ ადამიანს არ უღირდეს ამ სამართალდაღობების ჩადენა. შესაბამისად ვიმსჯელებთ ამ საკითხს. ამიტომის იმპორტი დაეფემდებარება ნებასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობა დასჭირდება, გულისხმობ ელექტროშოკებს, აკუსტიკური არახს და ასე შემდეგ. რა ის მიზანი და მომასმენი რესპონდენტის ესეც თავისთავად, რა თქმა უნდა, გულისხმობს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ამოცანების შესრულებას, როდესაც ისეთი ნივთები, რომელსაც მომენტებული საფრთხე შეიძლება ქონდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის, უნდა დაექვემდებაროს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციას და კონტროლს ჩვენი მოქალაქეების, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, სიცოცხლის გარანტიებისთვის. მოდი, ხო, კითხვა ვიცი, ნუ გამიმეორებ, ვიცი. უბრალოდ ამ კითხვას ახან კიდევ ერთხელ, როგორ გითხრათ, კიდევ ერთხელ ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ გამაჩნია, შესაბამისად, ხო გითხარით, ამასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ ვერც ვერანაირ კომენტარს ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. კი ბატონო, ემაძე. პოლიციელების სოციალურ შეღავათებზე პოლიციელების შეღავათებზე
თავისთავად პოლიციის და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების მიმართ სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული ზრუნის ვალდებულება, ვინაიდან ისინი გახლავან ის ქალები და კაცები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების თითოეულ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, იქნება ეს პოლიცია, მეხანძრე მაშველები, ისინი არიან ჩვენი საზოგადოების იმედი, როდესაც საქმე გვაქვს საზოგადოებისთვის თუ ცალკეულ პირებისთვის არსებულ საფრთხეს. ამიტომ რა თქმა უნდა სახელმწიფომ ადეკვატური დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს იმ რისკების საკომპენსაციოდ, რომელ რისკზეც მიდიან ჩვენი პოლიციელები თუ მეხანძრე მაშველები. მასშტაბური პროექტი არის საუბარი ამ შემთხვევაში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდება საზოგადოებაში არაბულ პროექტთან ინვესტიციასთან დაკავშირებით. რეალობა არის ერთი, რომ ამ პროექტს აქვს მხოლოდ დადებითი მხარეები და არ აქვს არანაირი უარყოფითი მხარე და ვფიქრობ პრემიერ-მინისტრის პირადმა განმარტებებმაც ეს კიდევ ერთხელ კარგად აჩვენა და ყველა მითი, ყველა დეზინფორმაცია, ყველა ტყუილი ამ პროექტთან დაკავშირებით დაამსხვრია. ამ საერთო რამდენიმე ასე ვთქვათ დღიან საინფორმაციო შტუმში რა გავიგეთ ჩვენ? ჩვენ გავიგეთ, რომ ბრიუსელი და ალტინფო ერთ მხარეს აღმოჩნდნენ. ჩვენ ხედავთ, რომ ბრიუსელისგან მხარდაჭერილი NGO-ები და პოლიტიკოსები და ალტინფოს აქვს ერთი ქსენოფობიური ხაზი. რაც თავისთავად დამაფიქრებელია და მე მგონი ბრიუსელი უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორ ღირებულებით ჩიხში აღმოჩნდა, რომ პოლიტიკური ცვლილებების იძულებისთვის მისი მფარველობის ქვეშ მყოფი NGO-ები თუ პარტიები მზად არიან ქსენოფობიაც კი საკუთარ არსენალში როგორც იარაღი გამოიყენონ. აი ეს არის ზუსტად ის ღირებულებითი კრიზისი, სადაც ბრიუსელი არის შესული და რომლიდან გამოსვლის გარეშეც რთულია ვისაუბროთ ჩვენ იმ ევროპულ ღირებულებებზე, რომელსაც წესით უნდა მიყვებოდეს ბრიუსელის ბიუროკრატია. ეს ერთი. მეორე, საუბარი არის ხელშეკრულებაზე, რომელიც ყველა საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა, ყველა მისაუბრა, რაც შეეხება გასაჯაროებას, აგერ TV პირველი არის წარმოდგენილი ხაზარაძის ტელევიზია და იქნებ თქვენ დამფინანსებელთან იკითხოთ ანაკლის ხელშეკრულება თუ არის გასაჯაროებული, რომელსაც ის ცდილობდა შემდეგ, რომელზე დაყრდნობითად თაღლითურად მილიარდ ნახევრის ამოღება საქართველოს ბიუჯეტიდან. თუ არის გასაჯაროებული, იქნებ ეს მოიკითხოთ და რატომ არ არის გასაჯაროებული. ესეც მარტივი სპეკულაცია, არც ერთი ასეთი საინვესტიციო პროექტი, ვინაიდან ისინი არის კომერციული პროექტი, სრულ გამოქვეყნებას არ ექვემდებარება არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის არც საქართველოში. ხელშეკრულების დეტალებს რაც შეეხება, რომელიც მნიშვნელოვანი საინტერესო არის საზოგადოებისთვის, ყველა ამ დეტალთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია პირადად პრემიერ-მინისტრისგანაც გაიგეთ, ყველა საკითხი რაც შეიძლება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყოს, ყველა საკითხთან დაკავშირებით არის პასუხი გაცემული. ასე რომ აქაც იყო ჩვეულებრივი სპეკულაცია. შემდეგ სპეკულაცია იყო თითქოს და ვისმენდით მათ შორის კიდევ ერთხელ ბრიუსელის მფარველობის ქვეშ მყოფი სამოქალაქო აქტივისტებისგან, არ ვიცი ახლა მათ შორის ზოგიერთი საბანკო სისტემაში მომუშავე ხალხი იყო, ან კალკულატორი ეშლებათ, ან ვერ ერკვევიან საერთოდ იმ სფეროში, რომელსაც ამბობენ, რომ მათი პროფესიული სფერო არის, რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, 6.5 მილიარდი არის მოცულობა და განმარტა პრემიერმაც ამასთან დაკავშირებით, თუ რა სარგებელს მოუტანს ეს კონკრეტულად საქართველოს. პირველ რიგში ეს იქნება შენატანი ეკონომიკაში, რომლითაც ჩვენი ეკონომიკა, რომელიც ისედაც მაღალი დისტემპებით არის, ამას დაემატება კიდევ მარტო ამ ინვესტიციიდან დაახლოებით 2%-მდე წლიური ზრდა შეიძლება ქონდეს პირდაპირ გავლენით ეფექტი ჩვენს ეკონომიკაზე. მეორე, ეს არის რომ
33.3 ამ პროექტიდან მიღებული მოგებიდან პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში წავა და ჩვენს მოქალაქეებს მოხმარდება. მესამე ეს არის ევროპული სტილის პროექტი, რომელიც განხორციელდება თბილისის შემოგარენში და ბათუმის შემოგარენში, რომელიც არის უმაღლესი ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების. თქვენ ნახეთ, მათ შორის ერთ-ერთ ტელევიზიაში გავიდა სიუჟეტი ბელგრადში განხორციელებული პროექტი და მე მგონი ვერ აღმოაჩინეთ რაღაც უცხოტომელების ჩასახლებები. ასევე რიგაში, ლატვიაში თუ შეიძლება, ბელგრადში თუ შეიძლება, სხვა ქვეყნებში თუ შეიძლება, ჩვენ რატო გვიშლიან ბრიუსელიდან კარნახით და დაფინანსებით ეს ადამიანები, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ წავიდეს. სინამდვილეში პასუხი არის მარტივი. ნახეს, რომ პოლიტიკური ზეწოლით და დეზინფორმაციით გარედან ქართველ ხალხს გავლენა ვერ მოახდინეს და ქართველ ხალხმა ძალიან კარგად გაანალიზა რასთან და ვისთან აქვს საქმე და ახლა ცდილობენ, რომ ეკონომიკურად დააზიანონ ქვეყანა, რომ ამითი საზოგადოებაში რაიმე უკმაყოფილება გამოიწვიონ. ეს არის ჩვეულებრივი ეკონომიკური თავდასხმა საქართველოზე გარედან, რომელიც მართულია გარედან და რომელიც რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, აი ამ ჰიბრიდულ თავდასხმაში ერთდროულად გარე ძალებს ჩართული ყავთ ალტინფოც და ეგრეთ წოდებული პროევროპული ძალებიც. აი ეს არის ალტინფო და პროევროპულები დაძმობილდნენ და ქსენოფობიურ კამპანიას ეწევიან. ევროკავშირში დღეს ვიზომის შეჩერების მექანიზმის გამართლებაზე მსჯელობენ. მე მინდა გითხრათ, როცა ამ წლებია კონკრეტული კრიტერიუმები არსებობს, რატომ გახდა დღეს დამატებითი ვიზომების მიღება და ხომ შეიძლება ეს განიხილოთ ერთგვარად კონკრეტული ქვეყნების შანტაჟთან, მუქარის მექანიზმად. ისიც უნდა გავხსენოთ რა ფონზე მიდის საერთოდ ამ ცვლილებებზე მსჯელობა, როდესაც თან ურთავენ ხოლმე კომენტარებს, რომ აი ეს ცვლილებები როდესაც იქნება მიღებული საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება იქნას გამოყენებული, ეს ადასტურებს ორ რამეს. პირველი, რომ საქართველოს ცვლილება, თუ კი ეს სწორია, ცვლილებას იმიტომაც იღებენ, რომ საქართველოს არ არღვევს უვიზო რეჟიმის პირობებს და აქედან გამომდინარე არსებული რეგულაციებით ვერ მოგვიდგნენ ვერანაირად, რომ საქართველოს რაიმენარად დასაჯონ, იმიტომ რომ როგორ გავბედეთ და ბრიუსელს მოვთხოვეთ, რომ საკუთარი ფინანსები გაასაჯაროოს და უნდათ ამისთვის ქართველი ხალხი დასაჯონ. ანუ ეს თვითონ დასტურია უკვე და აღიარებაა ბრიუსელის მხრიდან იმ კომენტარების ფონზე, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოს, უკვე აღიარებაა, რომ საქართველოს არ არღვევს საუიზო მიმოსვლის პირობებს და ამიტომ თავის დროზეც დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის გაუქმებაც იყო ასევე საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა. და მეორე, ეს აჩვენებს იმ ანტიდემოკრატიულ გზას, რომელსაც ბრიუსელი დაადგა, როდესაც ცდილობს რეგულაციები მოარგოს ცალკეულ ქვეყნებს. აი ეს არის ზუსტად ყველაზე ნათელი მაგალითი ბრიუსელის ანტიდემოკრატიულობისა და ღირებულებითი სტაგნაციისა, როდესაც რეგულაციებს, ევროკავშირის რეგულაციებს მორგებას ფიქრობს ერთ ქვეყანაზე. კიდევ ერთხელ თუ კი იმ დაშვებით კომენტარებიდან გამომდინარე, რომ თუ კი ეს მართლაც გამიზნულია ქართული ხალხის წინააღმდეგ. ასე რომ ეს მთლიანი პროცესი მხოლოდ დასტურია იმ ღირებულებითი კრიზისისა, სადაც შესულია დღეს ბრიუსელი. აი ეს უპირველეს ყოვლისა ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობაში სწორედ ბრიუსელი არის, ვინც ირჩევს კონფრონტაციის და არა დიალოგის გზას. ეს დასტურია ამ ყველაფრისა, ისევე როგორც დასტური იყო ელჩის წერილი იმისა, რომ თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში შეაჩერა ასე ვთქვათ ინტეგრაციის პროცესი
და შემდეგ ჩვენ გვაბრალებდნენ თითქოს 28 ნოემბრის განცხადება იყო შეჩერება ინტეგრაციის პროცესზე. Როგორ შეიძლება შეაჩერო ის, რაც უკვე შეჩერებული იყო 5 თვის წინ. და ესეც დასტურია, ზუსტად ეს ქმედება იყო ის ივნისის ქმედებაც, რომ ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას დიალოგის ნაცვლად, რაც არის თავისი არსით სრულად არაევროპული მიდგომა, მაგრამ ამ მხრივ ეს პირველი არ არის ასეთი. კიდე ერთხელ მიზეზი არის მარტივი. ქართველმა ხალხმა გაბედა და მოსთხოვა ბრიუსელს საკუთარი ფინანსების გასაჯაროება და ამას ვერ პატიობენ ქართულ ხალხს და ეუბნებიან, რომ ქართულ ხალხს არავინ ეკითხება ბრიუსელი აქ რა თანხას დახარჯავს და რაში დახარჯავს და თუ კი გაბედავს ქართული ხალხი, რომ მოიკითხოს საკუთარ ქვეყანაში ვინ რა ფულს ხარჯავს, ამაზე ექნებათ რეაქცია და ცდილობენ ახლა სხვადასხვა რეაქციას. მე გეტყვით, მე მკითხეთ, მე რასაც გეუბნებით, არ ვიცი ხა თქვენ რა კონტექსტიდან საუბრობთ, მაგრამ ეს მიდგომა არის მაგალითი და დასტური იმისა, რომ ბრიუსელი არის აირჩევს კონფრონტაციის და არა დიალოგის გზას. სხვის ცუდ ქცევაზე ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ. ჩვენ ვაგებთ ჩვენს ქცევაზე პასუხს, ხოლო სხვის ცუდ ქცევაზე, ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკაზე ჩვენ როგორც არაწევრი ქვეყანა პასუხს ვერ ვაგებთ. ვინც წევრი არის, ისინი ზოგი ცდილობს, რომ რაღაცნაირად ამაზე გავლენა იქონოს. არა, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამეორდები ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანა არ არის კორუფციის მხილება. ეს არის თავარი გამოწვევა, გეტყვით. იცით, რომ შემოწმების დროს რაღაც ეჭვი არსებობს ანტიკორუფციული ბიუროს შემდეგ უგზავნიდა პროკურატურას, რომელიც ზუსტად ანტიკორუფციული ქმედებებით არის დაკავებული და კორუფციის გამოვლენა სწორედ პროკურატურის ერთ-ერთი ამოცანა არის და შემდეგ პროკურატურის ამოცანას წარმოადგენს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ განმარტო კიდევ ერთხელ. განმარტო, უპირველეს ყოვლისა ეს გადაწყვეტილებები იქნება ეს ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური თუ ბიზნეს ოფიცერი, ეს არ არის პიროვნებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, ეს არის სისტემური მოწყობის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების ნაბიჯი და მე ვთქვი კიდევაც, რომ ჩვენ დროთა განმავლობაში ესეთი სისტემიდან ამოვარდნილი გადაწყვეტებებით გარედან იყო თავსმოხვეული, გახსოვთ, რომ ამსეთი ტიპის ცალკე ინსტიტუტების თუ ინსტიტუციების შექმნა, ხან ერთი უცხოური ორგანიზაციის რჩევა, რეკომენდაცია, დაჟინებული მოთხოვნა, ზეწოლა და რა ვიცი, ასე შემდეგ იყო და ხან მეორესი. ამიტომ ესეც ის ნაწილია იმ სამწუხარო პრაქტიკისა, რომელიც საქართველოს გამოიარა, როდესაც გარედან კარნახობდნენ ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობას. დღეს ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებით დაკავებული არის უპირველეს ყოვლისა მთავრობა როგორც ასეთი და პრემიერ-მინისტრი თავად უზრუნველყოფს, რომ მთავრობის საქმიანობა მისი გამჭვირვალობით, ეფექტიანობის სამსახურის მუშაობით და ასე შემდეგ პრევენციულად მუშაობდეს კორუფციის ყველა ხვრელის ამოვსებაზე და არ დაშვებაზე. შემდეგ ამ საქმიანობაში ჩართული არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, რომელიც ამოწმებს საჯარო ფინანსების ხარჯვას. რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, მისი ძირითადი ამოცანა გახდათ საჯარო მოხელეების, პარტიების და NGO-ების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი. რაც დარღვევები ფიქსირდებოდა, იცი, დარღვევები ფიქსირდებოდა, ჯარიმებზეც არაერთი საჯაროდ ინფორმაცია გაგიგიათ, რომ დეკლარაციებთან დაკავშირებით ჯარიმებიც დაუწესებია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ის ფუნქცია, რაც ჰქონდა ანტიკორუფციულ ბიუროს, მთავარი გამოწვევა, რაც ჰქონდა ანტიკორუფციულ ბიუროს, განმეორდები კიდე, იყო მისი სახელწოდება, რომელიც თქვენც გაფიქრებინებდათ, რომ ეს არის რაღაც საგამოძიებო უწყება, რომელიც კორუფციულ ფაქტებს იძიებს.
სინამდვილეში ანტიკორუფციული ბიუროს დანიშნულება იყო დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი, რომელიც ახლა ჩვენი ინიციატივით შესაბამისად გადაეცემა აუდიტის სამსახურს, რომელსაც რა თქმა უნდა გამოცდილებაც აქვს სათანადო იმისთვის, რომ მოახდინოს მონიტორინგი, ანუ აუდიტი, ასე ვთქვათ, დეკლარაციებისა და მეორე მხრივ ხაზი უნდა გავუსვათ ერთ გარემოებს, რომ აუდიტის სამსახური ეს არის კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც უფრო მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს და მაღალი კონსტიტუციური გარანტიები აქვს. არა მგონია კიდევ ერთხელ მეკითხარით, რომ არანაირ პიროვნულ საკითხებს ეს არ ეხება, ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, გაგრძელება იმ პოლიტიკისა, რომელსაც მთავრობა და პარლამენტი შეთანხმებით აწარმოებენ, რომ ინსტიტუციური მოწყობა შეესაბამებოდეს ჩვენს კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სამწუხაროდ ამოვარდნილი იყო ამ კონსტიტუციურ ჩარჩოებისგან სხვადასხვა ხან 9 პუნქტიანები და ხან 17 პუნქტიანი შეთანხმებებით თუ გეგმებით თუ მითითებებით, როდესაც ქმნიდით ინსტიტუციებს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული კონსტიტუციაში, ვაგლეჯდით ფუნქციებს მოქმედ კონსტიტუციურ ორგანოებს, ხან პროკურატურის ფუნქციას გადავცემდით სხვას, ხან აუდიტის სამსახურის ფუნქციას გამოვგლეჯდით სხვას, ხან ასე და ასე შემდეგ და ეხლა ხდება წესრიგი დასრულება. კიდევ ერთხელ თქვენ ხვდებით რომ ესაუბრებთ ეხლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც იღებს კანონებს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე გითხარით მე უკვე ამაზე არაერთხელ გიპასუხე, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებს და ამოცანებს, მისი ამოცანა არის დეკლარაციების შეგროვების უზრუნველყოფა, რაც არის ტექნიკური ამოცანა და მეორე მონიტორინგი, კერძოდ მონიტორინგი საჯარო დაწესებულებებში შედარება დეკლარაციისა საჯარო დაწესებულებებში დაცულ ინფორმაციასთან. თქვენც იცით კარგად როგორც ხდებოდა ეს ყველაფერი, კერძოდ დეკლარაციებში მოცემული ინფორმაციები შედარება ხდებოდა საჯარო რეესტრში, სამოქალაქო რეესტრთან, სხვა რეესტრებთან, სადაც ქონება თუ პირადი მდგომარეობა არის აღწერილი. ამიტომ რომელიც მათ შორის შეგიძლიათ თქვენს გადაამოწმოთ ამ მხრივ, ასე ვთქვათ, ბევრი ეს ამ ინფორმაციის უმეტესობა ისედაც საჯარო არის და ყველა შეუძლია გადაამოწმოს. არა, მთლიანად, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს, ისე პერსონალურ მონაცემთა სამსახურის ყველა ფუნქცია გადავა აუდიტის სამსახურში, რომელსაც რა თქმა უნდა ამ საკითხზე თუ შევჩერდებითაც შეეხება პარტიების და NGO-ების დეკლარაციებს, რა თქმა უნდა, ამ მხრივ აუდიტის სამსახური ისედაც აქვს გამოცდილება, რომ დეკლარაციების მონიტორინგი აწარმოოს. კიდევ ერთხელ მათ მთავარი შეცდომა არის ის, რომ ისინი არ ემსახურებიან ქართული ხალხის ნებას და ამ ყველაფერს აკეთებენ უცხოელებისთვის და მათი დამკვეთებისთვის. ასე რომ ეს ტექნიკური მთავრობა თუ სხვადასხვა სახის მთავრობა და პრეზიდენტის სასახლის გასაღების ხელში ჩაგდება რომ უნდათ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს ქართული ხალხი უკვე მე მგონი ირონიით უყურებს, შვიდავთ, ხედავთ რომ არსებობს რაღაც ჯგუფი აბსოლუტურად რაღაც ჯგუფი, რომლის ნაწილი არის პირდაპირ უცხოური აგენტურა და დავალებების შემსრულებელი, აგერ ფურცლებს ნახეთ, ფურცლებს უგზავნიან, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ რა წაიკითხონ, ესეც კი აკადრეს. მათ შორის პარლამენტის წინ ტერიტორია, სადაც ზოგადად პროტესტის ტრადიციული ადგილი არის, ესეც აკადრეს, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილი უსტარი წაუკითხეს ქართულ ხალხს. იმისი თავისუფლებაც კი არა აქვთ, რომ თავად ჩამოაყალიბონ სათქმელით. ამას ხედავთ და მეორე ხედავთ, რა გითხრათ, ემოციურად დაზიანებულ ზოგიერთ არაადეკვატურ ჯგუფს, რომელთანაც ხა იქ რთული არის რაიმე ლოგიკაზე საუბარი. ამიტომ
პრობლემა კიდევ ერთხელ იმაში არის, რომ არც ცდენილი არიან ქართული ხალხის ნებას, მოქმედებენ გარეთ დაკვეთით, სადამ ასე იქნებიან, რა თქმა უნდა, წითელ ხალიჩას დაუგებენ უცხოელები და ქართული ხალხისგან ყოველთვის მიიღებენ საკადრის პასუხს ყველა არჩევნებში. თავარი პრობლემა ჩემი შეფასებით არის მათ გარე დამკვეთებზე. ჩვენ ვნახეთ, რომ მნიშვნელოვანი გადანაცვლება მოხდა არაფორმალური მმართველობის სისტემისა, რომელიც თავის დროზე ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო უფრო მომძლავრებული და მათ შორის ასეთი ტიპის პროცესები, რეჟიმ ჩეინჯები და ძირის გამოთხა სხვა ქვეყნის დემოკრატიების იყო იქიდან მართული და შესაბამისად უფრო გამოცდილებაც მეტი იყო იქ დაგროვებული. ახლა ყველაფერი ზოგიერთ ევროპულ ჯგუფების მხრებზე გადმოვიდა, არაფორმალური მმართველობა ახლა ევროპაშია მომძლავრებული და მათ უწევთ საქართველოში რევოლუციების დაგეგმა და მართვა. რას ნიშნავს ევროპული სტილის რეჟიმ ჩეინჯები, ნახეთ 4 ოქტომბერს. ასე ეს არის სინამდვილეში, სადაც იმყოფება იმყოფებიან ის პოლიტიკური ჯგუფები ევროპაში, რომელმაც ეხლა რაღაც ძალაუფლება იგრძნეს და ფიქრობენ, რომ ფეხი გამოყონდა სხვა ქვეყნებში რეჟიმ ჩეინჯები და ხელისუფლების გარედან შეცვლა მოაწყონ. კიდევ ერთხელ არიან რეალობას აცდენილი, გამოუცდელი უცხოელი დამკვეთები, რომელიც საბოლოო ჯამში აი ასეთ მარტივ შეცდომებს უშვებენ საქართველოსთან დაკავშირებით. პროგრამასთან დაკავშირებით მინდა რომ ვკითხოთ, გამოქვეყნებულ გზამკვლევში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს ქართულ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობაზე და მიზეზად გზამკვლევშივე მითითებულია არსებული პოლიტიკური ვითარება, აქ საუბარია თითო პროექტში მილიონ ევრომდე დაფინანსებაზე, დახმარებაზე. ზოგადად თქვენი პოლიტიკური ნაბიჯების გამო შესაძლებელი არის სტუდენტები ასეთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის და შესაძლებლობის გარეშე დარჩნენ. რას უპასუხებთ თქვენ სტუდენტებს, ვისაც ერასმუსის პროგრამაში მონაწილეობის შანსები ეკარგებათ? უბრალოდ ყოვლისა ეს განცხადება თუ დოკუმენტი მაგალითი არის ქართული ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობის. და ესეც რა თქმა უნდა კატასტროფაა, როდესაც ხედავთ, რომ ბრიუსელის სტრუქტურები ისეთ ღირებულებით ჩიხში არიან, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს და ქართული ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს. აი ეს მივიღეთ ჩვენი დამოუკიდებლობის 35 წელზე, როდესაც ჩვენი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა, რომელსაც ყოველდღიურად ვიცავთ ოკუპაციის პირობებში, ამ დამოუკიდებლობას არ აღიარებს ბრიუსელის ესა თუ ის ინსტიტუცია. და ზუსტად ამას ნიშნავს ეს წინადადება, რომ ხელისუფლებასთან არის თანამშრომლობენ ასე შემდეგ. რას ქვია ხელისუფლებასთან არის თანამშრომლობა? ხელისუფლება აქ ის ცალკე ეს კი არ არის, რა ქვია, ჯგუფი ადამიანების. ეს არის ქართველი ხალხის წარმომადგენლები. შესაბამისად, ერაზმუსის თუ ამ ინსტიტუციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ სურთ ქართველი ხალხის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათ ქართული ხალხად უნდა შექმნან რაღაც NGO სექტორი, რომელსაც დაარქვენ ქართულ ხალხს. ჩვენ დანარჩენ ხალხს სადმე შეკვრიან არ ვიცი სადმე და ეყოლება თავისი მცირე ბაბლი NGO-ს, რომელსაც დაარქვენ საქართველოს და ითანამშრომლებენ მათთან. ეს ამაზე რა გითხრათ, დაბალი დონის ანტიდემოკრატიული ქცევა და სუვერენიტეტის არაღიარება რთულია რომ წარმოიდგინო და კიდევ ერთხელ აჩვენებს წეგანაც თქვი, რომ ბრიუსელი დღეს ძალიან აცდენილი არის ევროპულ ღირებულებებს, რთულია რომ აი ამ ასე ვთქვათ მის ქცევებში უკვე იპოვო მარცვალიც კი ევროპული ღირებულებებისა, როდესაც ხედავ რომ პოლიტიკად გამოცხადებული აქვს კონფრონტაცია და არა დიალოგი. აქციაზე მინდა რომ გითხოთ, ჩვენ ვიცით რომ აქციის მონაწილეები ასე რომ ვთქვათ
გამარჯვებას აპირებენ 28 ნოემბერს, თუმცა ამის პარალელურად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდანაც განსხვავებული მოსაზრებები ჟღერდება, მაგალითად გახარიას გუნდი არ აპირებს, რომ აქციაზე მივიდეს და დადგეს ხალხთან ერთად. თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ამ აქციაზე და ზოგადად რა არის თქვენი შანსი? აი იმ ყველაფრის შემდეგ, როდესაც თავად ბრიუსელმა აღიარა, რომ გაწევრიანების პროცესის თავად შეაჩერა 2024 წლის ივნისში 28 ნოემბრამდე 5 თვით ადრე, ამ პირობებში კიდე ასეთ აქციებზე ფიქრი აჩვენებს უბრალოდ რომ მართლა საქმე გვაქვს არაადეკვატურ ადამიანებთან, რომელსაც სურთ აღნიშნონ ტყუილის ერთი წლისთავი. ანუ 28 ნოემბერს დაანონსებული აქვს ტყუილის დეზინფორმაციის და ცრუ ნარატივის გავრცელების ერთი წლისთავი. დავაკვირდეთ ახლა თუ კი აი ამ დონემზეც კი მივედით რომ უნდა აღნიშნონ ტყუილის და დეზინფორმაციის ერთი წლისთავი, ჩვენგან რა თქმა უნდა ადეკვატური შეფასებები იქნება, ჩვენ გავიხსენებთ აუცილებლად იმ ერთ წელს და იმ ერთ წლიან ტყუილს, რომელიც ბრიუსელის ხელშეწყობით ამ ჯგუფებმა საქართველოში აწარმოეს. ერთ კითხვაც საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, ნახეთ თქვენი საუბრით ამ თემაზე, თუმცა მე მაინტერესებს, ამდენი ემიგრანტი არის საზღვრებს გარეთ, საუბარია მილიონამდე მოქალაქეზე და ეს ადამიანები ვერ ჩამოდიან ზოგჯერ 4 კი არა, 5 და 8 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ იქ პრობლემები არის საფუძველთან დაკავშირებით და ასევე არაერთი პრობლემა თქვენ გეცნობათ ჩემზე უკეთ. ანუ ამ ადამიანებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და ხმის მიცემის უფლება ესწრება. არა, რა თქმა უნდა, არავის არ ეზღუდება კიდევ ერთხელ ხას უსვავს ხმის მიცემის უფლება. დღესაც თქვენ იცით რომ როგორ არის წესი, რომ საზღვარგარეთ ყველა ქვეყანაში არ იხსნებოდა საარჩევნო უბნები, ზოგიერთ ქვეყანაში იხსნებოდა და მათ შორის იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე დიდი დიასპორა არის, იქ საერთოდ არ იხსნებოდა, გულისხმობ რუსეთის ფედერაციას, ხო? ამიტომ ეს ერთი საკითხი. მეორე, არავის არანაირი უფლება არ ეზღუდება. საქმე არის ის, რომ ჩვენ ხედავთ, რომ რამდენად ძლიერი არის სურვილი გარეთ ჩარევისა ჩვენ საარჩევნებში და რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან უცხო ქვეყანაში, არიან პირდაპირ შეიძლება გახდნენ პოტენციური სამიზნე გავლენისა და ჩარევისა ქართულ არჩევნებში. ამას ჩვენ ხედავთ სხვა ქვეყნების მაგალითზე მათ შორის ხედავთ როგორც სხვადასხვა კრიტიკას ამხრივ სხვა ქვეყნებში. შესაბამისად ყველას, ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობას მიიღება, ისე როგორც ეს არის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც ახლა ჩატარდა, საზღვარგარეთ არ ტარდება ხოლმე არჩევნები, ხო, ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ საზღვრებში, აქაც ყველას ექნება შესაძლებლობა 4 წელიწადში ერთხელ, თუ კი მას სურვილი აქვს, რომ არა, თუ კი ადამიანს აქვს სურვილი, რომ იყოს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მონაწილე, თავის მხრივ, როდესაც ადამიანი იმყოფება, როდესაც ადამიანი იმყოფება ქვეყნის გარეთ, სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს, შეიძლება ადამიანი მოწყვეტილიც იყოს იმ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც მისი მოქალაქეობის ქვეყანაში არის. შეიძლება ორმაგი მოქალაქეობაც ჰქონდეს და პოლიტიკურად აღარც იყოს დაინტერესებული საქართველოსთან დაკავშირებით, ვისაც ინტერესი აქვს და აქვს სურვილი, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს არჩევნების გზით, 4 წელიწადში ერთხელ უნდა დაბრუნდეს საკუთარ სამშობლოში და საქართველოში მისცეს ხმა. ფიქრობ, რომ ვისაც არა, კიდე ერთხელ გზავრობა მოგორეთ თუ შევხედავთ ტექნიკურ ნაწილსაც საუბრობდით საბუთების გამომართებაში. ვინმეს თუ საბუთი აქვს გამომართავი, ის ვერც საზღვარგარეთ აძლევდა ხმას. მეორე, საზღვარგარეთ ოდესაც უბნები იხსნებოდა, იქაც იხსნებოდა ძირითადად დედაქალაქში, ამიტომ იმ ქვეყანაში მყოფ საკონსულო დაწესებულებებში, ამიტომ იმ ქვეყანაში მყოფ მოქალაქეებს უწევდათ მათ შორის ალბათ შეიძლება შესადარი გზის გავლა, თუ კი ეს დიდი ქვეყანა იყო, გავლა იმისთვის, რომ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებთან. დღეს შეიძლება ევროპიდან საქართველოში ჩამოსვლა უფრო მარტივი და იაფიც იყოს ადამიანისთვის, ვიდრე, არ ვიცი, ამერიკის ერთი შტატიდან სხვაგან დასვლა და ხმის მიცემა, ან ასე შემდეგ. ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საქართველოში არჩევნებში, ასე რომ ისევე როგორც თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც ახლა ჩატარდა, ასევე საპარლამენტო არჩევნებში, ვისაც უნდა რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა, 4 წელიწადში ერთხელ ჩამოვიდეს სამშობლოში და მისცეს ხმა არჩევნებში. მე მგონი ყველას შეუძლია, ვისაც ამისი სურვილი აქვს, რომ ეს გააკეთოს. ასე რომ კიდევ ერთხელ არავის არანაირი უფლება არ ეზღუდება
მთავარი არის მათ შორის სხვა შორის საქართველოშიც უწევთ მოქალაქეებს ერთი ადგილიდან მეორეზე წასვლა ხმის მისაცემად და გახსოვთ თქვენ საპარლამენტო არჩევნები რა მნიშვნელობაა ესეც ხო ფინანსებთან არის და სხვადასხვა სახის ფინანსებთან და ტექნიკურ საკითხებთან არის დაკავშირებული. მათ შორის საქართველოში აი რომ 24 წელს რომ რადიკალურ პოზიციას რომ ფიქრობდა რომ ეს მისი მხარდამჭერების რიგები იყო და რომ აღმოჩნდა რომ ქართული ოცნების მხარდამჭერების რიგები იყო. ხალხი ზოგი თბილისიდან მიდის ბათუმში იმისთვის რომ ხმა მისცეს, ამისთვის დრო უნდა გამოყოს, ტექნიკურად უნდა გადაწყვიტოს, ხარჯიც უნდა გამოყოს და წავიდეს მეორე ადგილზე, ხომ? ბათუმელს თბილისში არ უხსნის არავინ უბანს, რომ თბილისში მისცეს, ხო ხმა? ამიტომ ვის საქართველოს მოქალაქე 4 წელიწადში ერთხელ ყველა დაბრუნდეს თავის რეგისტრაციის ადგილას თუ ფაქტობრივ საცხო ადგილას, მისცეს ხმას, როგორც რა თქმა უნდა და როდესაც იქნებიან აქტიურად ჩართულები საარჩევნო გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის აქ ადგილზე ინფორმაციას ნახავენ და არ იქნებიან მხოლოდ დამოკიდებული მედიის მიერ ინტერპრეტირებულ სურათზე საქართველოსთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებითაც შეძლებენ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. დიდი მადლობა.